კანონიერი ქურდები, ფორმს ზაკონე. Რაღაც ორი ერთმანეთ გამომრიცხავი ტერმინები არის, სად ქურდი და სად კანონი. მაგრამ ტერმინი არსებობს, საიდან, როგორ? მოკლედ საქართველოში ჩვენ ახლა გვაქვს ღრმად ავადმყოფი საზოგადოება. ისე ავადმყოფი საზოგადოება, რომ საბჭოთა კავშირის დროიდან ახალი არაფერი არაა. ჩვენი საზოგადოება არის დამპალი. სინამდვილეში თითო ყველა ნორმალურია, მაგრამ ყველა ერთად საზოგადოება არის ავადმყოფი, დამპალი. აბა რომელიმე პროფესორმა, რომელიმე კანდიდატმა, დოცენტმა ოდესმე თავის სტუდენტებს აუხსნა საქართველოში, რა არის ეს კანონიერი ქურდები და საიდან მოვიდნენ. არა, საზოგადოება ახლა შვება სირაქლემასავი თავი აქვს ჩაყოფილი პესოქში და ამას არ ხედავს. ხედავენ და არ ხედავენ. არა და კანონიერი ქურდები არსებობენ და საიდან. ესენი არიან ყველა პოლიციის აგენტურა. დიახ, პოლიციას სჭირდება ესენი, რომ ითანამშრომლონ. რატომ? იმიტომ, რომ არის ასეთი ტერმინი კონტროლируемая преступность. დანაშაულის დაახლოებით ნახევარზე მეტი ხდება იმенно ამ ხალხის მიერ, რომელიც პროფესიონალურად დამნაშავეები არიან. რა უნდა მაგათ განეიტრალებას არაფერი არ უნდათ, მაგრამ პოლიცია ამას მაინც არ შვება. რატომ? მაგათაც აქვთ ბიუროკრატია და მაგათაც სჭირდებათ დანაშაულის შამდენი ნარკოვაჭრობა. 95% ეს ხდება კონტროლირებადი დამნაშავეების მიერ. ვინც ჯარში ნამსახურები არის, აუცილებლად ეცოდინება. სტროებაში არა, სხვა რამე შუშერა ბატალიონში არა, ვინც სამხედროში ნორმალურ ბაევოი ჩარში ნამსახურები არის, მაგან იცის თუ რა დისციპლინა არის ჯარში. მე 2 წელი დაზვერვაში მსახურობდი და ახლა რატომღაც მგონია, რომ ციხეში რომ მოვხედრილიყავი, უფრო ადვილი იქნებოდა ვიდრე ის 2 წელი ჯარში ნამსახურები. რუსეთის პირობებში, რუსეთის სიცივეში, კოლონიაში, ციხეში მომხდარი კაცის გატეხვა რთული არ არის. ეს ადამიანის ხარაქტერზე დამოკიდებული არაა. არ უნდა ცემა, არ უნდა შიმშილი. 3 დღე არ დააძნებ ადამიანს და მე-4 დღეს მაგის ფსიქიკისგან არაფერი არაა დარჩენილი. მე-4 დღეს ადამიანი უკვე არის შეშლილი. მაგი უკვე всё, ნორმალური ადამიანი არა. 5 დღეს თუ არ დააძნებ, всё, დამთავრდა კაცი. კაცი განადგურებული არის და რა უნდა ახლა ვინმე ქურდის გატეხვას რუსეთის პირობებში. არაფერი არ უნდა, მაგრამ ადმინისტრაციას, პოლიციას, უშიშროების სამსახურს ესენი სჭირდებათ. რაში? კონტროლируемая преступность. მაგალითად რეკლამა ქონდა დედხასან, თბილისელი ქურთი, შესახედავად ასეთი არც ისე სიმპათიური კაცი იყო და მერე ტყვია ესრულის მოკლეს და ისეთი პიარი გაუკეთეს მთელ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რუსულენოვან ინტერნეტში სულ რეკლამა ქონდა კანონიერი ქურდი. რატომ? რისთვის? აგიხსნით. მაგრამ თურქეთში ქურთები იბრძვიან თავიანთი სახელმწიფოსთვის. იბრძვიან და ვერაფერი ვერ გააკეთეს. ეს ქურთები არიან თურქეთში, ირანში, ერაყში, სირიაში, მოკლედ მოდებული არიან ამ მცირე აზიას და ეს ხალხი 20 მილიონზე მეტია, 30 მილიონი 40 ვართო და თავიანთი სახელმწიფო არ აქვს და იბრძვიან და როცა თურქეთი რამეს უშნოს გააკეთებს რუსეთის საწინააღმდეგოდ, უცბად რუსეთში კრებას გამოაცხადებენ ქურთები. ხო და როგორ ხდება ამ ქურთების შეიარაღება, დაფინანსება, ზუსტად ასეთი საკონტაქტო პიროვნების მიერ, ვინც დედხასანი იყო. აბა რა შეჭირდებოდათ მერტი ვიღაც ქურთი რუსეთში. მაგათთან საკონტაქტო და ამიტომ გაუკეთეს მაგას რეკლამა, რომ ის ქურთები ამასთან მოსულიყვნენ და კონტაქტი დაემყარებინათ. რა თქმა უნდა, რუსეთის სამსახური ამაში არ სადარჩანს. ხო და აი ეს ფუნქცია არის კანონიერი ქურდების. რა არის? პოლიციასთან თანამშრომლობა, რომ დანაშაული აუცილებლად იყოს, მაგრამ იყოს კონტროლირებადი. როცა მაგათ უფროსობა მიაჭერს პოლიციას, აუცილებლად გატეხავენ.
და ჩააბარებენ შესაძლებელი ცხარივით და გაუშვებენ კოლონიაში. ამუშავებენ, მე აუცილებლად ციხეში გაუშვებენ. სხვანაირად ეს არ ხდება. კიდევ მეორე ამბავი. რა ფუნქცია ითვისეს კანონიერმა ქურდებმა? საქმის გარჩევა. გაგიკვირდებათ. ნორმალურ სახელმწიფოში საქმის გარჩევა ევალება სასამართლოს, მაგრამ ჩვენ სახელმწიფოში სასამართლოს ისეთი დაბალი ავტორიტეტი აქვს, რომ ქართულმა სასამართლომ კონკურენცია ვერ გაუწია ვის? ქურდებს ვერ გაუწია და ჯერგერებს კონკურენცია. ეს როგორი სახელმწიფო გვაქვს? დიახ, ჩვენ გვაქვს ორპირა სახელმწიფო. მოკლედ, Грузинская Советская Социалистическая Республика версия 2.0. როცა მაშინ არ ვარგოდა სახელმწიფო, არც ახლა ვარგა. ასე საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებს. ეს მხოლოდ დროის საკითხი არის, როცა საქართველოს დაკარგავს დამოუკიდებლობას და ისეთ რა არის? ასე როგორც ესენი უვლიან ქვეყანას, მტერის მოუვლის. ესაა ჩვენი უბედურება. ევროპაში როცა ადამიანი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, ეს ითვლება პიროვნების გაორმაგება. და ითვლება ფსიქიკურ დაავადებად. ადამიანს ეხმარებიან, მკურნალობენ, რატომ? ევროპულ ქვეყნებში გერმანია, დანია, ფინეთი, შვეიცარია, რუსეთიც ეს ერთპირა ხალხია. რასაც ფიქრობენ, მაგას გეტყვიან, ცუდიც რო იყოს, ტყვიასავით მოგახლიან. მაგრამ ასე არაა ყველა სხვა ქვეყნებში. მაგალითად თურქეთი, ირანი, ერაყი, არაბული ქვეყნები, აზერბაიჯანი, საბერძნეთი გინდა, იტალია, იქ რა ხდება? პიროვნების გაორმაგება 95%-ს აქვს მოსახლეობის. და ეს მოსული ამბავია. რას ნიშნავს გაორმაგება? როცა ადამიანი ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს, აკეთებს მესამეს და გამოდის სულ თლად მეოთხე ჟოპა, მაგისთვისაც გაუგებარი რა ის გამოდის. ეს ავადმყოფობაა. საქართველოშიც პროცენტულად ასეთი სიაფანტი თვალმაგზი გაორმაგებული პიროვნებები ბლომად ყავს. მაგრამ ერთი გამონათენი არის რა. პროცენტულად საქართველოში დაბალია და ძირითადად თუ არის ეს პიროვნების გაორმაგება, ძირითადად თბილისში არის. სოფლის რაიონის მოსახლეობა ასეთი არაა. სამეგრელოში უფროსობთა მოსახლეობაა ამ მხრივ. და სანამ ჩვენი საქართველო არ გახდება ერთპირა ქვეყანა, ჩვენ წინ წასვლის პროგრესის შანსი არ გვაქვს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მეორადი, ღარიბი, ღატაკი, ბანანის ქვეყანა.